ვენახის გასაშენებლად შესაძლოა მალე ნებართვის აღება გახდეს საჭირო. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუძლას განმარტებით ვენახების გაშენება უნდა ექვემდებარებოდეს რეგულაციებს და არ უნდა იყოს სპონტანური. ვაზის და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი მთავრობამ უკვე განიხილა. ახალი რეგულაცია ითვალისწინებს სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობას, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს. კომერციული ვენახის გაშენებისთვის საჭირო იქნება თანხმობა ღვინის ეროვნული სააგენტოდან. ეს ჩანაწერი გაჩნდება კანონში. შესაბამისად, კანონი დაგვავალებს ჩვენ რომ გავწეროთ შესაბამისი ტექნიკური ინსტრუქცია, ანუ კანონქვემდებარე აქტი, სადაც უკვე დეტალურად იქნება ასახული თუ რა ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოს მსურველმა, ვენახის გაშენების მსურველმა, რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს და ასე შემდეგ. ამ დოკუმენტზე ამ ეტაპისთვის მუშაობთ და 2000 იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი მოიწონებს ამ კანონპროექტს, უკვე შემდგომში წლის დასაწყისში მზად გვექნება შესაბამისი ნორმატიული აქტი. ჩვენ ვთვლით, რომ საჭიროა გარკვეულწილად შეიზღუდოს ის სპონტანური გაშენება ვენახების, როგორც დღემდე ვთქვათ მოქმედებს და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა პირველ რიგში უნდა გახდეს ხარისხზე ორიენტირებული. მოგეხსენებათ, რომ ყველა მევენახე მიცის, რომ არის ადგილები, სადაც პრინციპში ვენახებისთვის არ არის სახარბიელო პირობები, სადაც ვერ ხდება შაქრის დაგროვება, აი მსგავს ადგილებში ან სხვა გარკვეული ხელშემშლელი ფაქტორებია. ჩვენ გქონია შემთხვევები ადრეც და ჩვენამდე მოსულა ინფორმაცია, რომ მაგალითად სხვა შორის საკმაოდ სახელიან კომპანიას გაუშენებია ვენახი ზედმეტად თიხნარ ნიადაგზე და დრენაჟის უქონლობის გამო ეს ვენახი ძალიან მალე გახმა და გახდა ამოსადი.